თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების პაატა ბურჭულაძის, მურთა ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 4 პირის, ირაკლი ჩხვერკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძისა და თორნიკა მჭედლიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ბრალდებულთა ნაწილმა სხდომაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. პოლიტიკოსმა პაატა მანჯგალაძემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის აქციის საორგანიზაციო საკითხებში ჩართული არ ყოფილა და 4 ოქტომბერს პროტესტს როგორც რიგითი მოქალაქე ისე შეუერთდა. მისი თქმით, პრეზიდენტის სასახლესთან გადაადგილების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. როგორც რიგითი მოქალაქე ისე ვამბობ, ეს იყო ჩემი კონსტიტუციის გარანტირებული დასრულება და რომელიც პოლიტიკოსის პროფესიული მოვალეობა იყო საკუთარ და მიუხედავად იმისა, რა ვაკეთებდა. მიუხედავად აბსოლუტურად წარმოუდგენელია ჩემთვის იმის გაბრალება, რასაც ვალდება პედაგოგი. შემიძლია სასახლესთან სხვა უნივერსიტეტის გადაადგილების შესახებ შემიძლია გასაცნობი არ ყოფილა. არანაირი წინასწარი სერვისი სოფლი არ ყოფილა. ამის შესახებ გავიგე აქციაზე საჯარო გაკეთებული მასალების შედეგად ადასტურებს სიცოცხლე საქმეში არ არის. არანაირი წინასწარი რომელიც გადაასრულებს პაატა მანჯგალაძის ამბების შესახებ წინასწარი ინფორმაცია. რაკონდა არ მოგვიყვება ამას ადასტურებს გადაასრულებს ამბები არაერთი ვიდეო. კიდევ ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ჩხვერკიამ თქვა, რომ პროკურატურა სასამართლოს შეგნებულად ატყუებს, როდესაც ამბობს, რომ ის რეზიდენციის ეზოში იმყოფებოდა. მისი განმარტებით, პრეზიდენტის რეზიდენციის აღების მცდელობა არ ქონია და თუ ასეთ რამეს დააპირებდა, მინიმუმ სახეს მაინც დაიფარავდა. აღმოჩენილმა იმ ცენტრში, სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა, ეს ხო არ შეიძლება შედასული იყოს ბრალად, ეს მიმართო თქვენ ამ ძალადობრივი მოქმედების მონაწილე. გამოძიების პირველ ეტაპზე ვთხოვდი, რომ პროკურატურა მოიტანოს ამ სხვა მტკიცებულება გარდა იმის სამიანი ვიდეოსი, სადაც მე არათუ რამეს ვახშე. უბრალოდ ვარ რა, იმ 6 წამის გარდა იმ ტერიტორიაზე ვარ. არ არსებობდა ბუნებაში არც ერთი მტკიცებულება, რომ მოეტანა პრეზიდენტის რეზიდენციის კამერის ამონაწილი ის მონაკვეთი, სადაც მე ჩანდა. ნახავდით იმას, რაც ჩანს იმ 6 წამში, არასდროს აღარ იდეალურ სასამართლოში. შემოგვიყვება, უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ოქილარი ისმენდა ასეთი რაღაცა მტკიცებულება დასხვანი, ეს დასხვანი არავინ არ იცოდა, დასხვა მოქმედებებს ჩაწერდა და დამდე გაჩავიდი. პროკურატურა შეგნებულად დატოვებს სასამართლოს. თორსა ამბობს, რომ მე მოვედი რეზიდენციის ეზოში. არ გადავსრულდა ტერიტორიაზე, არ ქონდა რანაირი მცდელობა რეზიდენციის ან სხვა რაიმე დაწესებულების აღების, რომ მხოლოდ წინასწარი განზრახვა მოსამართლეს. ან ინფორმაცია მქონდა, რომ ასეთი რაიმე შეიძლება მოხდეს. მე გამეხოცელებდა რაიმე საკითხის მოქმედება, აუცილებლად როგორც მინიმუმ სახეს დავიფარავდი. მურთა ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება. დაკავებულებს ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. ასევე მათ ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლითაც, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით წარედგინა ირაკლი შაიშმელაშვილსაც. რაც შეეხება ლაშა ბერიძეს, მას ბრალდება ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. ამავე მუხლებს ედავებიან ირაკლი ჩხვერკიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკა მჭედლიშვილს. პაატა მანჯგალაძეს და გური ჟვანიას კი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.